ძირითადი პრობლემა არა ბიზნესის გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ასეთია ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნა სამთვიანი მუშაობის შემდეგ. მილიონერი დეპუტატებისგან შემდგარ კომისია სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება ევალებოდა. ფასებთან ბრძოლა კობახიძემ თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა. თუმცა სურსათის გაიაფების ნაცვლად ფასები პროდუქტებზე ყოველთვიურად იზრდება. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 37 წლის გიორგი ჭილაშვილს ჯგუფურად სასტიკად გაუსწორდნენ სასიკვდილო სცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს. პოლონეთის პროკურატურის ცნობით ქართველი კაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით სამი ნაცნობი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, მათგან ორმა ახალგაზრდა კაცს სხეული სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე მუშტებითა და წიხლებით სცემა. ქუთაისში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ბალახვანის ცენტრში მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. 40-ლამდე კაცს სანადირო თოფიდან ესროლეს, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის დაკავებულია. სუნამოები, ძვირფასი დანაჩანგლები, სათვალე და ელექტროხელსაწყოები თბილისში შიბინიდან 10,000 ლარის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები მოიპარეს. ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში უკანონოდ შეაღწია და გაქურთა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაკურდალი ნივთების მხოლოდ ნაწილი ამოიღო. დაკავებული წარსულში ნასამართლები 28 წლის ახალგაზრდაა.